გამარჯობა ჩემო გამოწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ დღევანდელი სავსე მთვარეობა. იცით რომ დღეს არის სავსე მთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. რას მოგიტანთ, რას იახლებს, ან რას დაასრულებს, ნახოთ. დაახლოებით ეს არის პროგნოზი 20 დეკემბრამდე. ნახოთ პირველ რიგში თქვენი სიგნიფიკატორი კარტი იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, სამართლიანი პირველ რიგში, სამართლიანი ადამიანი ხართ. აინტერესებს რა ხდება. ადამიანი, რომელიც ხართ აქტიური, გაქვთ ენერგია, ხართ ტემპერამენტიანი, გამოიყურებით ძალიან კარგად, მიღწევები გაქვთ ასევე და შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გიყვართ და აფასებთ საკუთარ თავს. დაახლოებით ასეთი ადამიანი ხართ. თუ დაემთხვა თქვენი აღწერილობა, ძვირფასებო განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ტიპაჟი ხართ, სხვა ადამიანი ხართ, მაშინ რა თქმა უნდა ეს ვიდეო არ არის თქვენსი. ნახოთ ვისთანაც დაემთხვა და ვინც ამოიცანით, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი. თქვენთვის. რისი მომტანია დღევანდელი სავსე მთვარე? იცით რომ უდიდეს გავლენას ახდენს სავსე მთვარე ადამიანზე და ზოგადად ჩვენს პლანეტაზე, დედამიწაზე. ისე აქ არის რაღაც გამარჯვება, ძვირფასებო გზასთან დაკავშირებით. შესაძლებელია ეს ეხებოდეს უძრავ-მოძრავ ქონებას ან საქმის დაწყებას, რაც ეხება დაუშვათ 4 კედელში, რაც შეიძლება გაკეთდეს შენობაში, ოფისი, სალონი და ასე შემდეგ. ვისთვისაც ეს არის აქტუალური, ვისთვისაც არ არის აქტუალური ბიზნესი და ასე შემდეგ. თქვენთვის მოდის გამარჯვება ახალ საქმებთან დაკავშირებით. ეს არის ახალი წინადადებები, რომლებიც შემდეგ თქვენ მოგიტანთ წარმატებას. კიდევ რა მოდის თქვენთან რა სიახლეები? ახალი საწყისებია ძვირფასებო. ეს არის კვერცხების ტუზი. დასრულდა, ასე ვთქვათ, თქვენი გამოცდების პერიოდი, მოახლოვდა დასასრულს და დროა ეხლა თქვენ ამოძრავდეთ, დროა გამოფხიზლდეთ და მიყვეთ თქვენს შინაგან მეს, თქვენს ინტუიციას, რეალურად თქვენ რა გსურთ. აი ამ გზას მიყვეთ, დადგა ამისი დრო. რომ გაანულოთ, ასე ვთქვათ, თქვენი წარსული და დაიწყოთ ცხოვრება ახლიდან და კონკრეტულად რა სფეროს შეეხება ეს, ნახოთ. ისე გზაა ძვირფასებო. შეიძლება ეხება უცხო ქვეყანას, შეიძლება თქვენგან რაღაცით განსხვავებულ ადამიანს, მაგალითად ეროვნებით, ენით, რელიგიით, ასე შემდეგ. ასევე ეს არის გზა, შეიძლება ეს იყოს ტრანსპორტი, ტრანსპორტს შეეხება, შესაძლებელია ავტომობილით შეიძლება იყოს. უცხოეთი და ძირითადად ეს არის ის, რომ თქვენ სადავეებს იღებთ თქვენს ცხოვრებაზე, პასუხისმგებლობას იღებთ თქვენს ცხოვრებაზე და ერთვებით, ასე ვთქვათ, ახალ მარათონში. კარგით, კიდევ რა სიახლებია თქვენთვის, ასე ვთქვათ, სიყვარული ძვირფასებო. ეს არის სიყვარულის თემა და რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. აქ არის მანიპულაცია მამაკაცის მხრიდან, რადგან მას სურს თქვენთან ბედნიერება. ანუ გააქტიურდება, ქალების შემთხვევაში, გააქტიურდება მამაკაცი, რომელსაც სურს, რომ თქვენ გაგაბედნიეროთ. და კაცების შემთხვევაში
აქ არის თქვენი აქტიურობა, თქვენი სიამოვნებისთვის, შეიძლება ასე ითქვას. შესაძლებელია ეს უბრალოდ აღნიშნავდეს იმას, რომ მოდის დაბადების დღე დაუშვათ თქვენი საყვარელი ადამიანის და თქვენ რაღაც აქტიურობა გსურთ იმისათვის, რათა მას სიხარული მიანიჭოთ. და აქ ცნობინოთ, რომ ის არის მთავარი თქვენს ცხოვრებაში. კარგით, კიდევ რა ხდება, რაღაცით უკმაყოფილო ხართ ძვირფასებო, თუმცა ეს არის ილუზიები. ეს სიმართლეს არ შეფერება, რითიც უკმაყოფილო ხართ თქვენ და გჭირდებათ, ასე ვთქვათ, მეტი ემოცია, გჭირდებათ მეტი შეგრძნებები. ეს არის ილუზიები. და რატომ ხართ ამ ილუზიებში, ნახოთ? იმიტომ რომ გიყვართ. სასიყვარულოსკენ მიდის ისევ გაშლა, ასე ვთქვათ, ეს არის ზოგადი, უბრალოდ, მაგრამ მაინც გამოიკვეთა სიყვარულის თემა. იმიტომ რომ თქვენ ფიქრობთ რაღაც კონკურენციაზე, სადაც შესაძლებელია დაუშვათ ვიღაცას წასვლა მოუწიოს, ან ესე იგი თქვენ უკმაყოფილო ხართ იმითი, რომ ხართ შეყვარებული, შეიძლება ითქვას და შეიძლება თქვენი საყვარელი ადამიანი სადმე წავიდა, ან არის გზაზე და აი ამაზე ფიქრობთ თქვენ და ამითი ხართ უკმაყოფილო. ნუ ყველასთან ასე არ იქნება ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ახლა ათასობით ადამიანი ადევნებთ თვალყურს და ყველასთან ერთი სიტუაცია არ იქნება, რაიმენარად მიასადაგეთ თქვენს სიტუაციას და ამოკრიფეთ ან გაშლიდან ის ინფორმაცია, რაც კონკრეტულად თქვენ შეგესაბამებათ. კარგით, ნახოთ კიდევ რა არის, რაც მოდის თქვენ ცხოვრებაში, ეს არის არჩევანი ძვირფასებო, იმასთან დაკავშირებით, რომ გსურთ თქვენ მოქმედება, ამაზე ფიქრობთ, ნუ რადგან ამაზე ფიქრობთ, რა თქმა უნდა, გსურთ მოქმედება, თუმცა ფიქრობთ, რომ აი რას მოგიტანთ ეს მოქმედება, ზედმეტი თავისტკივილი ხო არ იქნება თქვენთვის. ეს შეიძლება შეეხებოდეს როგორც სიყვარულს, ასევე სამსახურს, ბიზნესს, ფინანსებს. და აქ შეიძლება ითქვას, რომ რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ ხო არ იქნება თქვენთვის ზედმეტი თავისტკივილი, არა ძვირფასებო, ეს მოგიტანთ თქვენ ფინანსებს, თუ ამ არჩევანს გააკეთებთ, თუ საყვარელი ადამიანია ეს დაუშვათ ორ ადამიანს შორის ირჩევთ, მაშინ აირჩიეთ უფრო ის ადამიანი, რომელიც არის რეალისტი ცხოვრება, ანუ რეალურად უყურებს ცხოვრებას და აღიქვამს მოვლენებს, აქვს ლოგიკის უნარი და არის სიტყვის ადამიანი, ანუ რასაც იტყვის, იმას აკეთებს, ან ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ ისე იმოქმედოს ყოველთვის, როგორც ამბობს. აი ესეთი ადამიანი აირჩიეთ და ვისაც ადამიანებს შორის არ გაქვთ არჩევანი, გაბედეთ და გარისკეთ, ეს საქმე თქვენ მოგიტანთ ფინანსებს და შემოსავლებს. კარგით, კიდევ რა მოდის თქვენთან? ძვირფასებო, შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბრამდე არის 50%-იანი ფასდაკლება ტარო კონსულტაციაზე. მავიწყდება ხოლმე, გავახმოვანო უნდა ეს ვიდეოს თავში და ფიქრობ რატომღაც რომ იცით უკვე, თუმცა ბევრი მწერს და მეკითხება, რომ როდემდე გაქვთ, ისევ გაქვთ და ასე შემდეგ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ 25 დეკემბრამდე არის 50%-იანი ფასდაკლება პირად ტარო კონსულტაციაზე. დიახ, კიდევ რა მოდის? ისევ არჩევანის თემა, ანუ თქვენ გექნებათ ბევრი არჩევანის საშუალება, რის შემდეგადაც გაუმჯობესდება შემდეგ თქვენი გონება განწყობილება, ამაღლდება, თქვენი გრძნობთ თქვენი სიტყვის ძალას, თქვენი გრძნობთ თქვენი ენერგიის და ტემპერამენტის ძალას და თქვენი მომხიბვლელობის ძალას. თქვენი გრძნობთ იმას, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის და რომელიც აღწევს დასახულ მისნებს. როცა ისეთი შვენიერი არკანები დაეწყო ძვირფასებო. ნუ მამაკაცების შემთხვევაში თქვენი ქალბატონი გამოავლენს ისეთ უნარებს,